გამარჯობა, დიდი ხანია ლაივი არ ჩამიწერია, დრო ვერ ვნახე. და ეხლა დაგიბრუნდით და ისევ ტრადიციულად ვარ გარეთ. ესეთ ამინდში არ შემიძლია ოთახში ყოფნა, რაც არ უნდა ხდებოდეს რა. ხო და თემა ესეთი ავიღე, ღალატი დავარქვი. ეს თემა მაინტერესებს ახლა რაღაცნაირად მოვიდა ამაზე ბევრი გადასახედი. ვფიქრობდი და გადავწყვიტე რომ გაგიზიაროთ. პირველ რიგში განსაზღვროთ, როგორც ჩვევია ხოლმე, რას ნიშნავს ეს სიტყვა, რომ მე მაგის მიხედვით გამოვიყენებ, რასაც განსაზღვრავ და რაიმე გაუგებრობა და სხვა აზრი ან მნიშვნელობა რო არ ქონდეს. მე ხა რა მნიშვნელობითაც გამოვიყენებ, ღალატს ეს იქნება შეთანხმების დარღვევა. ორი ადამიანი შეთანხმდა რაღაცაზე და ეს შეთანხმება ერთ-ერთმა გაუფრთხილებლად, ყოველგვარი საუბრის გარეშე და ასე შემდეგ უბრალოდ დაარღვია ჩუმად, ტყუილით, ზურგს უკან და ასე შემდეგ. ასე ვხედავ ამ სიტყვის დეფინიციას. ეხლა საქართველოში სანახევროდ აზიური კულტურა არის, ევროპული ნაწილიც არის, მაგრამ ძირითადად მაინც უფრო აზიას მივაკუთვნებ მე და ღალატი ძალიან დიდ არეულობას იწვევს ხოლმე ადამიანებში. და რას გულისხმობ ახლა? კულტურულად ესეა დალაგებული რაღაცნაირად, რომ თვითონ მოღალატე ადამიანის ნაცვლად თითქოს სირცხვილი რაღაცნაირად გადანაწილებულია ხოლმე იმაზე, ვისაც უღალატეს. ეს ძალიან აზიური მოვლენა არის, რომ რაღაცა ღირსება შეელახა იმას, ვისაც უღალატეს, დამცირდა, რაღაც ესე ხედავს ჩვენი სოციუმი. ეს არის საზღვრების აღრევა. პიროვნული საზღვრები არის აქ არეული და აქაოსებული, იმიტომ რომ ღალატი, როგორც ქმედება, ეკუთვნის მას, ვინც მოიმოქმედა და არა იმას, ვისაც უღალატეს. და ამისგან არავინ არის დაზღვეული. მე სხვა რაღაცებზეც მithქვამს ეს ძალიან ხშირად, რომ ადამიანი როცა ცხოვრობს ამ პლანეტაზე, ის თუ ელის, რომ სამყარო სამართლიანი იქნება ყოველთვის, კეთილგანწყობილი იქნება ყოველთვის, ყველა სწორად მოიქცევა, უშეცდომობა იქნება გარშემო და ასე შემდეგ, ეს ადამიანი განწირულია ძალიან ბევრი დიდი დოზით ფრუსტრაციის მიღებისთვის, რომელსაც თვითონ ქმნის. იმიტომ სამყარო, რომელშიც ცხოვრობთ, ორფერიც კი არ არის, მრავალფერია ძალიან. ათასნაირი რამ ხდება. და წინასწარ აღქმა იმისა თუ სად ახარ, განსაზღვრავს იმას, რომ მე უპასუხო გარემოს წონასწორობით, წონასწორობიდან და არ დაგირღოს ეს წონასწორობა. თუ შენ ახლა მოელი, რომ ჯუნგლებში პეპლები დაფრინავენ და არ იცი, რომ გველებიც დასრიალებენ, ფრთხილად ვერ გაივლი იქ და შეიძლება რაღაცა შეგემთხვას. ასევე თუ შენ ჯუნგლებში დადიხარ და მარტო გველებს მოელი და პეპლებს ვერ ხედავ, დიდ ნაწილს აკლდები რეალობის, ხო? ეხლა ისევ დაუბრუნდე ღალატის თემას. მოკლედ პირველი რაც მინდოდა მეთქვა არის, რომ საქართველოში კულტურული ფენომენია ეს და არასწორია და ალბათ გადასახედია, რომ რაღაცნაირად ესე ხდება, რომ ღალატის ფენომენს ძალიან უკავშირებენ იმას, ვისაც უღალატეს. და იქ მერე მიდის ხოლმე, რომ ტყუილა არავის არ ღალატობენ, ეს უკვე ქალების შემთხვევაში თუ ქალს უღალატეს. ტყუილად არავის არ ღალატობენ, რაღაც ეტყობა ეს ქალი თვითონ იმსახურებდა ამას, არ აქცევდა ქმარს ყურადღებას, რაღაცებს ამბობენ ხოლმე, რომ გაამართლონ კაცის ღალატი და ქალის ღალატის შემთხვევაში არის, რომ ეს ქმარი ყოფილა საცოდავი თუ დამცირებული თუ თავი მოეჭრა, ეხლა უნდა დახოცოს ეს. ჩემ ჯგუფში ღია ფსიქოლოგია რამდენჯერმე დაიწერა, რომ ვიღაც ბიჭმა დაპოსტა ანონიმურად, რომ ცოლმა მიღალატაო და წავედიო სახლიდან თუ რაღაც. და ხალხი უწერდა, რომ რატო წახვედი, შენ კაცი არა ხარ, იქვე ადგილზე უნდა დაგეხოცა შენი ცოლიც და იმის საყვარელიც. ესეთ რაღაცებს ეუბნებოდნენ ღიად ფსიქოლოგიის ჯგუფში. ეს არის ძალიან ძიმე რამე, იმიტომ რომ პიროვნული საზღვარი არის ახლართული, ხა ძალიან მწარეთ და ადამიანი სხვის საქციელს განიცდის საკუთარ საქციელად. და სირცხვილი თუ არასწორი ქმედება თუ ნებისმიერი სხვა რამ არის იმ ადამიანის, ვინც ღალატშია და არა იმის, ვისაც უღალატეს. ეს ერთი მხარე, მაგრამ მე ხო იცით, რომ შავ-თეთრი აზროვნება არ მიყვარს და ეხლა რა არის აქ, რატომ არ მაქვს დიდი განსჯა იმ ხალხის მიმართ, ვინც არის მოღალატე. ან რაიმე ღალატში იყო, ან უღალატა ვიღაცას. მაინდა-მაინც რო გითხრათ, რომ
ძალიან განსჯიმად მოვიტყუები რა. აქ კიდე ერთი ძალიან დიდი სოციალური ზეწოლა მიდის ხოლმე ღალატის პატიების ირგვლივ. რომ არ უნდა აპატიო რა. ესეც ზეწოლა არის, მინდა გითხრათ. ადამიანი თავისუფალი არსებაა და მისი გადასაწყვეტია თავის წყვილს აპატიებს რამეს თუ არ აპატიებს. გარედან დიდი ზეწოლა რომ მიდის, უბიძგებენ და აიძულებენ ხოლმე რომ არ აპატიოს. რაც მძიმეა, ზოგჯერ უნდა ადამიანს იქნება ამის პატიება, ვისი რა საქმეა ეს, ხო? ამის ესე დრამატიზება არასწორია. ჩემი აზრით და ჩემი გამოცდილებით. ეხლა რაც შეეხება თვითონ მოღალატე ადამიანის მდგომარეობას. ესე ადვილია თქვა, რომ ცუდი ტიპია რა. ისიც ადვილია მანიაკებზე რომ ამბობენ ხოლმე რომ აი საიზღარი ეგეთი დაიბადა, წავიდა ქუჩაში და აი ხოცა ხალხი და აი საზიზღარი ჩავსვით ციხეში, დავსვით ელექტროსკამზე და თითქოს პრობლემა მოგვარდა, მაგრამ მე მეორე წუთში მოიხედები და ისევ იბადებიან ესენი. და იბადებიან არასწორი სიტყვაა, ისევ ფორმირდებიან. და ვისგან ფორმირდებიან? იმისგან, ვინც არასოდეს პასუხისგებლობას არ იღებს თავის თავზე. ეს არის ჩვენი სოციალური წყობა, ხო? ანუ სოციუმი თითქოს იმის გამო რომ ბევრია ბრბოა, არანაირ პასუხისგებლობას არ ატარებს რა. არადა ეს ყველაფერი რაც აქ იზრდება, იმ გარემოდან იზრდება რაც არის. მათ შორის მოღალატე ადამიანის და ეხლა რაში არის ხოლმე საქმე. ჩვენი სოციუმი და სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ღალატის სტატისტიკა დათვლილია. ეხლა აღარ მახსოვს YouTube-ზე დევს მაგის ვიდეო და ნუ აი ძალიან მაღალია. ძალიან მაღალი სტატისტიკა არის ღალატის რა, მსოფლიო მასშტაბით. ერთხელ მაინც ვისაც უღალატია თავის პარტნიორისთვის ან რა ვიცი, ვისაც უღალატეს და ასე შემდეგ, ამ თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებაში არის რაღაც ეგეთი გამოცდილება. და ესეთი მაღალი როა. ეხლა ჩდება კითხვა, რომ აშკარად ძალიან ახლო კავშირშია სოციალურ ნორმებთან, რაშიც ვცხოვრობთ. ეხლა ნახეთ, პირველი მთავარი ამბავი, საიდანაც საერთოდ სოციალური თემა წესით უნდა ამოდიოდეს და იზრდებოდეს და არის პირიქით და დაპირისპირებულია არის ბუნება. ანუ ვინ არის ეს ადამიანი, რა ბუნების არის? ჩვენ ბუნების მიხედვით თუ არ ავაშენეთ ის რაც არის და ბუნებაზე თუ არ აშენდა, აი მიწა თუ არ გამოიყენეს აძირკვლად და ჰაერში ჩამოკიდე რაღაც ის ვერ აშენდება, ხო? ესე არის სოციუმი დაპირისპირებული იმას, რაც არის ადამიანის ბუნება. და ეხა ბავშვობიდან მიმდინარეობს ბავშვის აღზრდა ბრჭყალებში ვიტყვი, რა დროსაც სწავა, რომ ესე უნდა იცხოვრო, ისე უნდა იცხოვრო, ესე უნდა იყო, ისე უნდა იყო და ძალიან ბევრი უნდა არის. კიდე არის ხოლმე გარედან ჩათესილი შინაარსები, ესეთი ხარ, ისეთი ხარ, ამას გავხარ, იმას გავხარ, უნიჭო ხარ, ნიჭიერი ხარ, აი ენ რაოდენობით ინფორმაცია შემოდის პატარა ასაკში ადამიანის ფსიქიკაში თუ როგორია და ვინ არის ის, მაგრამ ეს ყველა ინფორმაცია რაც გარედან შემოდის არის მცდარი, პირდაპირ ვთქვა. იმიტომ გარედან მე ვერ მეცოდინება სხვა ადამიანი როგორია ესე. რაღაცა სიმართლის მარცვალი იქნება, მაგრამ ჯამში იმ ადამიანმა თუ 100%-ით გაიზიარა ჩემი აზრი და მოსაზრება მის შესახებ, ეს აუცილებლად მცდარია და ეხლა ეს მცდარი აზრები აქვს ადამიანს აკინწული, ნახე. ამას ფსიქოლოგიაში ჩვენ ფანტაზიის სფეროს ვეძახით. და ცხოვრობს ამ ფანტაზიის სფეროთი და ეხლა ნახე რა წარმოიდგინა. ну არ ვიცი 3-4 წლის ასაკში ბაღში ივლის, 6-დან არ ვიცი 17 წლის ასაკამდე სკოლაში ივლის, მე რაღაცა უმაღლესში ჩააბარებს, მე დაამთავრებს, მე სამსახურს იშოვის, მე კარიერას აიწყობს, ცოლს შეირთავს ან გათხოვდება, არ ვიცი შვილებს გააჩენენ, მე საპენსიო ასაკი მოვა, ანუ ყველაფერი გაწერილია რა. მაგრამ აქ მთელი პრობლემა ისაა, რომ ეს ყველაფერი არის წარმოსახვის ნაყოფი. და ამ წარმოსახვის ნაყოფზე ცდილობს ადამიანი, რომ თავისი ბუნება მიასადაგოს, რომ აი დაუმორჩილოს თავისი ბუნება, ბუნებითი მე როგორიც არის, მიუსადაგოს იმას, რაც გარედან სოციუმმა გაუმზადა იმასავით, ასანთის კოლოფივით. მაგრამ ვერ ეტევა ადამიანი ამაში და სამწუხაროდ ბევრ ადამიანს ბავშვობიდან გამომდინარე, იმიტომ მშობლებს ძალიან ვენდობით, ჩვენ ესე ვიბადებით, მშობელი ავტორიტეტია ჩვენთვის და მე სხვა ავტორიტეტები იწყება და ასე შემდეგ. ამის გადაღეჭოს ზოგჯერ მთელი ცხოვრება ჭირდება ავტორიტეტებიდან გამოსვლას, ხო? და ამ ავტორიტეტებზე მოსმენით და ასე შემდეგ რაღაცებს ვიფიქსირებთ ჩვენ თავში, რომ აი ესეთი ვარ, ისეთი ვარ, ასე ვარ, ისე ვარ. მაგრამ პრობლემა აქ იმაშია, რეალობა ერთია მაინც. ერთია რეალობა როგორი ხარ და თუ არ იცი როგორი ხარ, ისეთ შეთანხმებებს დებ, აი წეგან ვახსენე რა არის ღალატი, შეთანხმების დარღვევა ზურგს უკან. ისეთ შეთანხმებებს დებ,
რომელზეც შენ პასუხს ვერ აგებ. ოღონდ ეს არიცი. გჯერა რომ შეგიძლია რა. და აი ესეთ სიტუაციაში მყოფი ადამიანი რაღაცა შეთანხმებებს დადებს, არ ვიცი, მაგალითად 18 წლისა შეირთავს ცოლს. ან გათხოვდება და პირობას დებენ იქ ჯვრისწერა თუ რაც არის, რომ ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდება. მაგრამ პრობლემა აქ ისაა, რომ არიცი. 18 წლის ასაკში მით უმეტეს არის. მერეც კი კითხვის ნიშანია ყოველთვის, რამდენ ხანს გაგრძელდება რაიმე ურთიერთობა, ეს რაღაც სამყაროული კანონების რაღაცა ის არის, ხო? მიმდინარეობა და 18 წლის ასაკში აი ეს პირობა დადო ეხლა. და თქვათ გავიდა არ ვიცი 7 წელი, 10 წელი რამდენი, ვეღარ არის წყვილი ერთად და მიდის რომ აი შენ მოღალატე ხარ, შენ მე ისა და მართალია რა. ერთის ხო მართალია, შეთანხმება დადო ამ ადამიანმა, მაგრამ შეთანხმება დადო თავის არცოდნიდან გამომდინარე. ამიტომაც შეთანხმებაზე წასვლას პირველ რიგში ძალიან დიდ ბაზად ჭირდება, რომ ადამიანი თავის იცნობდეს ვინ არის, როგორია, რა უნდა ცხოვრებაში. თან ეს ყველაფერი იცვლება. და ესეც ხო უნდა იცოდეს, რომ იცვლება და ერთ წერტილში არ იყინება ადამიანი, ხო, მზარდია. და ეს ყველაფერი არიციან და გარედან შთაგონებული რაღაცა იდეა ფიქსებით რომ მოძრაობს ახალგაზრდა ადამიანი აბსოლუტურად გულწრფელად ცდილობს ის კარგს, განაცუც ცდილობს და რაღაცა შეთანხმებებს დებს. მაგრამ ეს შეთანხმებები მყიფეა, იმიტომ რომ საკუთარი თავი არ იცის ამან. თუ გინდათ რელიგიური მიდან მოვიტან სახარებაში როა ქვიშაზე არის აშენებული და ქვიშაზე აშენებული დაინგრევა. პირველივე წყალდიდობა დაანგრევს, ხო? აი ეს ამბავია. ეს კიდე აქედან გამომდინარე, თუ განკითხვას და განსჯას გავანებებთ იქით გავწევთ ცოტა ხანი, რომ აი საზიზღარი მოღალატე ხალხი და გენი ყველანი დასახოცები არიან და კოცონზე დასაწვავი და ასე შემდეგ ესეთი ტექსტები ხო არსებობს და მეორე მხრივ ეს ხალხი ასეთი მასობრივი რაოდენობით ხო გითხარით სტატისტიკა ამბობს, რომ ძალიან ბევრია ადამიანი, ვისაც ღალატი გამოუცდია ასე ან ისე. ეს ხალხი საიდან მოვიდა, ხო? ანუ რაღაცა მასობრივად იწარმოება გარემოში ისეთი message box-ი თუ ისეთი აღზრდის სტილი, რომ ეს ხალხი ასე ფორმირდება. და მე არის რომ აი ადამიანი ბუნებით მოღალატეა და აი ეს ცუდია ისევ ბუნებაზე მიდის წიხლის დაჭერა რა. იმის მაგივრად რომ ადამიანმა ერთხელაც აღიაროს, რომ ეს რაღაც ფანტასტიკის სფერო რომ მოახვია თავის შვილს თუ საკუთარ თავს, ამაშია ძაღლის თავი და არა ბუნებაში. იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვიტყვი, ჩემი გადასახედი ესეთია, არ ვიცი თქვენ თუ არ მეთანხმებით, დაწერეთ თქვენი გადასახედი, რომ ღალატი არის შეთანხმების დარღვევა. თორე 1000-ნაირი წყვილის შეთანხმება არსებობს დედამიწაზე, გინდა ტრადიციული, გინდა არატრადიციული, ასეთი ან ისეთი და როგორც თანხმდებიან თუ იმას მიყვება წყვილი, ეგ არ არის ღალატი. არსებობს ხო ჩვენ ვიცით კულტურები, სადაც მრავალცოლიანობაა, არის პოლიგამია, იქ პოლიამორი არის ახლა ევროპაში, თქვათ რამდენიმე ადამიანი ერთად ცხოვრობს და წყვილი აღარ ქვია, პარტნიორები არიან, ხო? და ასე შემდეგ და ეს ვერ იქნება ღალატი, იმიტომ რომ ისინი ასე შეთანხმდნენ გულწრფელად თქვენს რა და როგორ არის მათ შორის. და სხვათა შორის იმ პოლიამორიში კიდე ცალკე წესებია, თუ ვიღაცასთან ისე წავიდა რომ შეთანხმება არ დადო, ეგ ღალატად ითვლება მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი რაღაცა გაფართოებული ურთიერთობაა, ხო, პოლიამორი. და ესეთი ამბები, ამიტომაც ღალატის თავიდან ასარიდებლად პირველ რიგში ღირს, რომ ადამიანმა საკუთარი თავი გაიცნოს. რა შეუძლია, ვინ არის, როგორია მისი ბუნება, როგორ არის მოწყობილი. და როდესაც საკუთარ თავს იცნობ, ეხლა რა ხდება გეტყვით. საერთოდ ღალატს აქვს ორი მხარე და ერთი ცნობილი მხარე არის, რომ გარეთ ღალატობს ადამიანი ვიღაცას. ამას ყველა ამჩნევს, ყველა მიცის. თუ გაირკვევა და ადვილი სახელის დასარქმევია ძალიან, რომ აი ამ ადამიანმა უღალატა, არ ვიცი ცოლს, არ ვიცი ქმარს, შეყვარებულს თუ ვისაც გინდა. და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, რომ ეს ადამიანი, რომელსაც გარეთ ღალატი განახორციელა, ძალიან დიდი ალბათობით იქამდე ვიზღალატობდა, იცით, საკუთარ თავს. ანუ იქიდან გამომდინარე, საკუთარი თავი არ იცოდა და ვინ არის, როგორია, რა არის მართლა რაც უყვარს და უხარია ცხოვრებაში, ეს შეგრძნებები იყო ჩანაცვლებული იმით, რა უნდა უხაროდეს და როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა იცხოვროს და აი ეს ბევრი წესები, ტრადიციები არის, რა 1000 რამე არის, ხო, ადამიანის თავში ჩასული, ბავშვობიდან მოყოლებული. აქედან გამომდინარე, ის როდესაც რაღაცნაირად ცხოვრობდა, აი ამ წესების მიხედვით, თავის ბუნებას ღალატობდა ამ დროს. და ეს მერე დაილექა
დააგროვდა და არის ორი ვარიანტი. ერთი არის რომ გაგრძელდება საკუთარი თავის ღალატი და ეგ შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. მე ამას უკვე ჭირდება იქ სუბსტანციების მოხმარება, იქ რაღაც არ ვიცი რიტუალების ჩატარება, რაღაცებზე მიჯაჭვა, ადამიანებზე დაბღაუჭება, ავტორიტეტების მოძებნა, ძალიან ჭირდება ასეთ დროს ადამიანს დიდი ძალის ხმევა, რომ გამყარდეს საკუთარი თავის ღალატში, იმიტომ რომ საკუთარი თავია. აქედან გამომდინარე, რომ საკუთარი თავია, ის გამუდმებით ჭვივის და ცდილობს, რომ გამოვიდეს იმ ციხიდან. ამ ციხის კედლებს რემონტი ჭირდება, ეხლა ყოველ დღე უნდა დაჯდე და არემონტო თუ არა და გამოიფრქვევა რა, რაც არის მართლა. ხო და ერთი ვარიანტია რომ მთელი ცხოვრება გაგრძელდება საკუთარი თავის ღალატი და ასეთ დროს გარედან ტაშს უკრავენ ადამიანს რომ აი ყოჩახ არ ვიცი ისა რა ქვია მოძალადე ქმარი ითმინა 25 წელი და ოჯახი არ დაანგრია შვილების ხათრით ბრავო და ეს ქალი ამ დროს ნატანჯი ანუ გამქრალია პიროვნულად რა ხო და მაგრამ ხალხი ტაშს უკრავს აი რა მაგარი ქალიაო ეხლა მეორე ვარიანტი არის ამის შეიძლება არ უნდა და ოჯახის დანგრევა და ღალატის პატიება უნდა და მაგრამ დამიაწვნენ რომ შენ ნამუსი არა გააქვს თუ რაღაც სიამაყე არ გაგაჩნია და ძალით დაანგრევინეს გარედან. ეხლა მე ამ ადამიანს არ ვამართლებ არც ერთს, არც პირველს, არც მეორეს. მანდ ისეთი თემა არის რა, პიროვნულადაც მოგეთხოვება. განსაგებია რომ სოციუმი მძიმე გარემოს ქმნის იმისთვის რომ თავს კარგად უღალატო. და ფაქტიურად ადამიანი არ დადის, აი 90% ესე ვართ ფორმირებულები, ვისაც საკუთარ ცხოვრებაში თავისთვის არ უღალატია. ესეთი ადამიანი თითქმის არ დადის. ხო და ან ესე გაგრძელდება მთელი ცხოვრება, იქ მერე ფსიქოსომატური დაავადებები იჩენს თავს, რომ საკუთარ თავს იმაშვები აიძულებ, რომ რაღაცა სხვა იყოს. აი რო წარმოიდგინოთ ახლა, რომ ის ხარ, რა ქვია, პირობითად არ ციყვი ხარ და რაღაც ის რა ქვია, შაშვის ფორმაში ცდილობ რომ ჩაჯდე. და უნდა გახდე შაშვი, ხო ვერ გახდები შაშვი, იმიტომ რომ ციყვი ხარ. და მიდის მაგარი ძალადობა და ბოლოს სხეულზეც აისახება რა, იქ კუდზე ბეწვი გაძვრება, რაღაცები მოხდება. ეხლა მეორე ვარიანტია, რომ ითმინა ამ ადამიანმა სცადა ყველანაირად, რომ შაშვი გამხდარიყო, მაშინ როცა ციყვია, მაგრამ ერთ დღესაც არ ვიცი დალია, არ ვიცი მოწია, რაღაცა სუბსტანცია დაიხმარა არაცნობიერმა, მოკლედ, და ამოხეთქა ნამდვილმა მემ. ოღონდ ეს შეკავებული ნამდვილი ავთენტური მე ესეთ დროს, როცა ესე ამოხეთქავს, არის დესტრუქციული ტიპი. აღარ არის კონსტრუქციული, იმიტომ რომ ამას ეტკინა, იტანჯა, ითმინა, მოიჭიმა, თვითშეფასება აქვს, რომ ბოროტია, თვითშეფასება გარედან შემოსული არის, ცუდი ტიპია და მოსათოკია თორე დაანგრევდა სამყაროს და ესეთი უამრავი აზრი არის ჩასული. ერთ დღესაც ესე ღალატის ძალიან დიდი უმრავლესობა რაც გავრცელებულია, არაფრიზე მდგომარეობაში ხდება, ხო? იმიტომ რომ ამოხეთქა იმან, რაც ესე შეიკავა. აბა მაშ ისმის კითხვა რომ რა გავაკეთოთო და მე ვიყავი გურჯიევის მოსწავლის შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ და იმან ილაპარაკა რომ როგორ ფიქრობთ აი პატარა ასაკში რომ გაიზდებით ხოლმეო და ან კარიერას რო აირჩევ, რომ აი ეს უნდა ვაკეთო ცხოვრებაში, ან შეყვარებულს რო აირჩევ, აი როგორ ხდება ეგო და მე აგვიხსნა ეს კითხვა რო დაგვისვა, რაღაც ვერსიებმა გაიჟღერა. მე თავის ვერსია თქვა, რომ ეს არის იმ პროგრამების შედეგი, რაც მანამდე ჩავიდა. ანუ მე არ ამირჩევია რა. თითქმის ესეა. მე ამას არ ვეთანხმები. საერთოდ რთულია რომ ამას ვეთანხმებოდე. მე ვფიქრობ, რომ ადრე ვიდეოს ჩავწერე ამაზე. რომ რა ასაკიც არ უნდა იყოს და როგორი მოჭიმულიც არ უნდა იყოს ადამიანის პიროვნული მე და რაც არ უნდა საკუთარ თავს ღალატობდეს, ის მაინც, როდესაც ურთიერთობა იკვრება, პარალელურად ავთენტური მეებიც ეკონტაქტებიან ერთმანეთს, თორე ვერ შედგება ურთიერთობა. აი შეუძლებელია მხოლოდ ზედაპირულმა მემ გამოიწვიოს ურთიერთობა, აი ვერ იქნება, იქ ენერგია საერთოდ არ არის. იმ გარედან შემოსულ შინაარსებში ენერგია არ არის. და სხვათა შორის ახლა მეორე თემა, რაც მაქვს ლაივის, არის ენერგია. ეს ვეღარ დავაწერე, მაგრამ არაუშავს YouTube-ზე რო ავტვირთავ, დავაწერ. გადავაბავ ხა, იმიტომ პირდაპირ მოაქვს, ხო? ძალიან ახლოს არის ამ შინაარსთან. ენერგია საიდან წარმოიქმნება. ნახეთ ახლა როგორი რამეა. მე როდესაც ეს ახლა ფსიქოთერაპიის ოქროს წესს გეუბნებით.
ფსიქოთერაპიამ როგორც იქნა კარლ როჯერსის დამსახურებით ისწავლა, რომ ადამიანს გარედან რჩევა არ უნდა მისცე, რა გააკეთოს. და რატო არის ახლა ეს ძალიან ოქროს წესი? არა და იდეაში მაგიტომ მიდიხარ ხო თერაპიაზე ფულს იხდი, რომ რამე კაი რჩევა გითხრან. და ეგრე არ მუშაობს. და ახლა ახსნი რატო? რა შეამჩნიეს? ეს ფრიც პერლსაც უწერია. ადამიანს როცა გარედან რჩევას ეუბნები, აი რაც არ უნდა კარგი რჩევა უთხრა. ფროიდთანაც არის ეს შინაარსი. აი ხა სამივეს მოვიყვან ცალ-ცალკე ნახე. ფროიდი ამბობს, რომ როდესაც შენ რჩევას ეუბნები, იმეორებ მშობლის როლს ადამიანის ცხოვრებაში. თორემ ბავშვობაში სულ რჩევებში იყო. და ზუსტად აი ამ ბევრმა რჩევამ მშობლისგან წამოსულმა დაანევროზა და გამოიწვია ის წინააღმდეგობა, რაც აქვს რეალობის მიმართ. და ეხლა აქ არის ცეცხლზე ნავთის დასხმა, რომ შენ კიდე რჩევა მისცე. ეს ფროიდი. ეხლა როჯერსი რჩევის მიცემის დროს შედეგი არ მაქვს. პირველი ადამიანია, ვინც ეს აღიარა. რატო არ ქონდა შედეგი? იმიტომ რომ ადამიანმა იცისო თვითონ რა სჭირდება. მე რა ვიცი, ის წარმოიდგინეთ, ანუ ადამიანი მოვიდა, 40 წუთი ვილაპარაკეთ. პირობითად, აი პირველი სესია. გინდაც რავი, გინდა 5 წელია დადის ჩემთან კვირაში ერთხელ 1 საათი უსმენ, ხო? აი რამხელა ცხოვრება არის იქ უკან. რამხელა ცხოვრება იცხოვრა, დაიბადა, გაიზარდა, იცხოვრა, რამდენი რამე გამოსცადა, ხო? არ ვიცი, 10 წელის გაბმით რომ უსმინო, მაინც ვერ მოვისმენ ვინ არის. ის ძალიან დიდია იქ უკან ინფორმაცია და მე ვისმენ აი ამ ხელა პატარა რაღაცას, აი აქ როგორ უნდა მივცე რჩევა. საიდან უნდა მივცე, აი ეს ვიცი, აი შეიძლება ესეც არ ვიცი. ნემსის ყუნწის ხელა რაღაცას მიზიარებს. რა თქმა უნდა ძალიან ძვირფას მიზიარებს და საოცარია ყოველთვის. მეც როცა ვაზიარებ ეს შეხვედრაა ხოლმე რაღაცა სხვა იმაში განზომილებაში გასვლა, მაგრამ ჯამში გეუბნებით რა, რჩევა როგორ უნდა მივცე, სრული სურათიდან ვიცი აი ეს როჯერსის გადასახედი და ეხა პერლსის გადასახედი. ეხა პერლსის გადასახედი არის ჩემთვის ძალიან აი გენიალური რა. ნახე რას ამბობს, ადამიანს ენერგია ეძლევა მაშინ, როცა ავთენტურია. ავთენტობას ანუ თავის ნამდვილ მეს, ბუნებრივ მეს რითიც დაიბადა და როგორიც არის, აქვს ძალიან მაღალი ენერგია. ანუ გულწრფელ ადამიანს ამიტომ აქვს ხოლმე ქარიზმა. არ ვიცი თუ დაკვირვები ხარ და ზოგი ადამიანი სამწუხაროდ კიდე თამაშობს ქარიზმას. თამაშობს გულწრფელობას და ეგრე იძენს ქარიზმას, მაგრამ ეგ მოკლევადიანია. ხო და ეს აი მხელა ენერგია რო აქვს გულწრფელობას. იმიტომ აქვს რომ თავისია, თვითონ წარმოიქმნა, აი აქ წარმოიქმნა სადღაც შიგნით. და ეხლა მე გარედან რაღაცას ვეუბნები, რაც არ უნდა კარგი რჩევა მივცე რა. იდეალურად რომ დავსვა, აი მაგალითად გეტყვით რა. ხო არის ახლა ფსიქოთერაპიაში რაღაცა კანონები არსებობს, აი მაგალითად თუ ადამიანს დეპრესიული სპექტრი აქვს, კარგია რომ არ ვიცი, მხარდამჭერ გარემოში ხშირად იყოს. მოусმინოს კარგ მუსიკას, ჯანსაღად იკვებოს, ივარჯიშოს, რაღაცა აწარმოოს დღიური. ნახე შემიძლია ესეთი რაღაცების ლაპარაკი რა. და ვინც მომისმენს და ამიჯერეთ ყველა მეტყვის რომ მართალია კი ეგრეა, ესე თავს დააქნევენ. და ამ თავის დაქნევის იქით იქ ენერგია არ იქნება საერთოდ, აი გრამი. ენერგია არ წამოვა რა. იცით რატო? იმიტომ რომ ეს ჩემი მიწვდილია გარედან. და არაფერს არ ვეხები, ვერ შევეხები რა. ადამიანი ენერგიას თვითონ აწარმოებს დამოუკიდებლად თავის თავში. ეს არის ერთადერთი წყარო. გარედან მიწვდილი რაღაცეები თუ ენერგიას გამოიწვევს, ნევროტული ენერგია, დაბალია ძალიან და კონსტრუქციული არ არის და არც კრეატიული. ანუ დიდი არაფერი არ იქნება რა. მაგრამ თუ თავისი შინაგანი აწარმოა, აი მე თვითონ მინდა თუ შეიგრძნო, ან მე თვითონ ხედავ, მე თვითონ აღვიქვავ. აი ეს განცდა ქვია, ნახეთ ფსიქოლოგიაში, აჰა განცდა. აი თურმე რა შეასაქმე. აი რა უნდა გავაკეთო? აი ამას რო გააკეთებს თვითონ თავის თავში. აი იქ არის ენერგია და მიდის მერე ლიწინით მიაკ ყველაფერი. ეს ისე ადრე ერთმა სასულიერო პირმაც ამიხსნა, რომ ქრისტიან ადამიანებს აქვთ ხოლმე ძალიან დიდი მოთხოვნილება, ამას მე ერთ ლაივს ცალკე მიუძღვინი, საიდან მოდის, რომ სხვებს უქადაგონ და უთხრან, რომ აი ნახე, აი რა მაგარია, ეს მაგარია, ის მაგარია, რაღაცები არის ხოლმე რა. და დიდი ენერგიით ესე ცდილობენ ხოლმე, რომ სხვას რაღაცა აუხსნან. და არაფერი გამოდის. აბსოლუტურად არაფერი. გამაღიზიანებელია ხოლმე ესეთი ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ სხვას თავისი აზრი მოახვიოს თავს და შთააგონოს და ყველა ერიდება, ემალება, ღიზიანდებიან. რა ხდება ახლა აქ?
ისევ იგივე. ის ადამიანი ნებისმიერ სფეროში, სადაც არ უნდა იყოს, თვითონ როცა აწარმოებს, აი მე თვითონს რო გააკეთებს. თვითონ როცა ექნება შთაგონება, თვითონ როცა ექნება იდეა, თვითონ მასში როცა წარმოიქმნება რაიმე, აი მაშინ ექნება ენერგია, სურვილი, მუხტი და ასე შემდეგ, რომ განახორციელოს. კარგი, მაშინ ახლა მე თვითონ შევეკამათები ერთ პუნქტზე ჩემ თავს და ვიტყვი, რომ შეიძლება ადამიანმა იცოდეს რა უნდა, გრძნობდეს ძალიან კარგად, იდეებიც ჰქონდეს, განცდაშიც მოცემული იყოს ეს ყველაფერი და მაინც არ აკეთებდეს. ესეც ალბათ გამოგიცდიათ, ხო? ანუ თითქოს ენერგია მაინც არ არის. ეხლა აქ საქმე რაში არის, რომ ეს არის ადამიანის ფუნდამენტი, ეს ეხლა რაც თქვი, იდის ფუნქცია, ასე ვთქვათ, ხო? ენერგია საიდანაც წამოვა, ცხოველური ნაწილი ადამიანის. ოღონდ მე ცოტა სხვანაირად მესმის ცხოველური. არის ფიქრობთ, რომ ვაკნინებ. აი ცხოველმყოფელია, ცოცხალი ნაწილია, ხო? იქიდან წამოვიდა ენერგია და ეხლა რაში არის საკითხი? თუ ადამიანის აი ეს სოციალური მე, რომელიც უფრო ზედა ინსტანციაა, რომელსაც ენერგია არ აქვს ხოლმე, თვითონ თავისთავად რო შთაგონება გამოიწვიოს. ეს თუ დაპირისპირებულია მასთან, მაშინ ადამიანი საკუთარ თავს ეჭიდავება, გახლეჩილია. ამაზე ისევ რელიგიურ ტექსტებშიც არის, რომ სამეფო, რომელიც საკუთარ თავს განევრთის და ეცემა და ასე შემდეგ. რელიგიური მეებშიც არის, ფილოსოფიაშიც არის ესეთი სოფხედვა და ასე შემდეგ. და ამიტომ რა არის ახლა საჭირო ხოლმე? რომ ეს პიროვნული მე, რომელიც არის დამკვირვებელი, აღიქვავს, რომ ერთ მხარეს არის ეს ენერგია და მინდა და სურვილები დაგროვილი და მეორე მხარეს არის ჭიდილი, რომ აი უნდა გაკეთდეს ეს არ უნდა გაკეთდეს, ეს შეიძლება ის არ შეიძლება, ეს სოციალური მე, ხო? და ამან რაღაცნაირად უნდა მოახერხოს პიროვნულმა მემ, გაძლიერდეს და ამათ შორის აწარმოოს მოლაპარაკებები. და პირდაპირ წარმოიდგინოთ რა, მოლაპარაკებიც მაგიდაზე დაჯდეს, წაიყვანოს თემა. და იპოვოს რა აქვთ ამათ საერთო. როგორც წესი აქვთ ხოლმე. ყოველთვის აქვთ ხოლმე. და საერთო ჯამში ადამიანის ცხოველურ, თანდაყოლილ მესა და სოციალურ, ანუ ადამიანებთან კონტაქტში მყოფ მეს ორივეს მიზანი იდეაში არის, რომ გადარჩეს, გამრავლდეს, კარგად იყოს, უკეთ იყოს, დაიხვეწოს, წინ წავიდეს, ეს არის. დრაივი ესაა აქ ორივეს მაინც. და აი ეს საერთო ნიადაგი რომ მოიძებნება და რაღაცნაირად მოლაპარაკების შედეგად რაღაცა ერთ წერტილში დაფოკუსდება ეს ორივე, ცხოველურიც და სოციალურიც. აი მაშინ უკვე გადადის ადამიანი მოქმედებაზე. იქამდე შეიძლება ენერგია წარმოიქმნას და დაიბლოკოს მე. აი ესე მუშაობს ენერგია. ეხლა კიდე ცხადგრძნობა, ჩვენ ვიცით ფსიქოლოგიაში, არის თვით დაკვირვების, თვით აღქმის და შეგრძნებების აღქმის აღნიშნული სიტყვა. ცოტა ისე გადმოდის რა, ინგლისურად არის awareness. ქართულად ისე გადმოდის, ცხადგრძნობაა კი, თუმცა არ არის ხშირად გამოყენებული სიტყვა და შეიძლება გაუგებარი იყოს. და ეხლა აი ცხადგრძნობის ერთ-ერთი კარგი მაგალითი რა არის? რომ დააკვირდე შენ თავს, რომ მაგალითად აი როგორ გავიგო ხო რა არის ჩემი ავთენტური. აი ეს კითხვა ხო ისმის ხოლმე, აი როგორ გავიგო რომ ავთენტურია ეხლა ან არ არის ავთენტური, არ ვიცი ეს. და პირდაპირ საზომი არის ენერგია. თუ რაღაცას ეხები და ენერგიაზე ვითიწევს, მომართული ხარ, რაღაცნაირად შთაგონება მოდის, სურვილები მაღლა იწევს, უფრო სწრაფად ლაპარაკობ, არ ვიცი, მობილიზებული ხარ და ასე შემდეგ, აი ეს ეიფორიის მსგავსი რომ მოდის, ესე იგი ახლოს ახარ ავთენტურ მესთან. 100%-ით ავთენტური რა არის, კიდე მეორე საკითხია რა. და თუ რაღაცა აუ ეს ახლა ეს უნდა გავაკეთო, ნახე, აქ უკვე ჩანს, რომ აქ ენერგია არ არის, დაეცა ენერგია. ესე იგი უფრო მიდიხარ სოციალური ზეწოლისკენ. აი ძალიან ადვილი ინდიკატორია. ასევე ადამიანთან რო ხარ და ეკონტაქტები, ენერგია ზევით აგეწია? ესე იგი იყავით კონტაქტში. შეიძლება დაიღალო კიდეც, მაგრამ აი სასიამოვნო დაღლა ხო არსებობს. რომ აი დავიღალე, მაგრამ იცი რითი დავიღალე, იქ მაყოფილი ვარ რა, ურთიერთობით.
ამ შემთხვევაში უფრო ავთენტურ მეებს გიკონტაქტიათ და თუ ენერგია გამოეცალა ადამიანს და აი სახში მოვიდა და ნეტა ვაფშე არ წავსულიყავი იქ რა. აი ეს რო გაეფიქრება, ესე იგი ძალიან ძიმე ნიღაბი ატარა იქ. ან სხვებს ქონდათ ძიმე ნიღბები, ან გარემო იყო ისეთი, რომელიც ამბობდა, რომ ნიღბით უნდა იყო. ეს ახლა ჩვენი ცხოვრების ნაწილია, მე არ ვამბობ, რომ ნიღაბი არასდროს უნდა გეკეთოს და ეს ტრაგედიაა თუ ნიღაბი უკეთია ადამიანს სოციალურად, არანაირად. ეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი წახნაგია. ტრაგედია იწყება თუ ამაში გაიჭედება. აი გაიჭედა და სულ ნიღბით არის. სახში ნიღბით, ლოგინში ნიღბით, დურსივლებს ნიღაბი, არ ვიცი, მეგობრებთან ნიღაბი, შეყვარებულთან, ყველგან თუ ნიღაბია, ეგ ძალიან ძიმეა. და ასევე მძიმეა, მინდა გითხრათ, არის ეგეთი პოლარობა, ძალიან იშვიათი მე მაინც არის, რომ ადამიანი სულ გულწრფელია. აი 24 შვიდზე დადის ესე და სადაც არ ეკითხებიან თუ ეკითხებიან თუ ისა, იქაც გამუდმებით არის გულწრფელი. არც ეს არის წონასწორობა და ესეც არ მოიტანს კარგს, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი და ისე თუ გინდათ სახარებიდან მოვიტან, კაი ისინი არის იქ ძალიან ინსაიტები ხშირად. მიეცი კეისრისა კეისარსაო, ხო არის? და ღვთისა ღმერთსა. ანუ გასაგებია რომ არის სიტუაციები, სადაც ეგ სოციალური ნიღაბი ძალიან საჭიროა. ტყუილად ჩვენ ფსიქიკას არაფერი შეუქმნია. უბრალოდ პრობლემა არის ხოლმე გაჭედვა. და ეხლა რა ხდება აქ? ღალატის თემას დაუბრუნდები და ესე დავხურავ. თუ სულ სოციალურ ნიღაბშია ადამიანი გაჭედილი და ისე ცხოვროს, როგორც უნდა იცხოვროს, როგორც უნდა მის მეზობელ, არ ვიცი, მზიას, ან მზიას მეუღლეს რაც უნდა და მზიას მეუღლემ თქვა, რომ აი მოკლე კაბა რო აცვიაო, ეს არ მომწონსო და კაი, მაშინ გრძელი უნდა ჩაიცვას ამან და აი ესე თუ ცხოვრობს. და მე აი ხალხი ტაშს უკრავს, რომ აი ნახე გრძელი კაბა აცვია. ყველას მოკლე აცვია, ამას გრძელი აცვია, იმიტომ რომ უფრო კარგია ეს. აი ამ საყრდენს თუ იყენებს ფსიქიკა. ამ შემთხვევაში საკუთარი თავის ღალატი მიმდინარეობს და ამიტომაც ძალიან ხშირად ადამიანები, რომლებიც აი 24 შვიდზე მორალს კითხულობენ და ყველაზე გრძელი კაბა ხო აცვიათ და გამუდმებით იძახიან, რომ აი მე ამ სამყაროში ვარ, არ ვიცი, ერთადერთი რომელსაც შერჩა ჯერ კიდევ სინდისი და ნამუსი და აი ვარ ესე და ისე და ვერავინ ვერ მიგებს და ლამის არის უკვე ვიფიქრო, რომ არ არის დედამიწაზე ჩემი ადგილი და იქ რაღაცა ფრთამოტეხილი ჩიტი ვიპოვე და აი ამ ფრთამოტეხილ ჩიტზე ცრემლები მომადგა და აი გესმით ხო, ეხლა ცოტა ვაზვიადებ, რომ გამოჩნდეს ფენომენი, მაგრამ აი ამ ნარატივში როა, ანუ ნიღაბი იმდენად გააქტიურებულია, რომ ზუსტად ამ ადამიანისგან ელოდეთ, რომ მეორე წუთში მოტრიალდება და შეიძლება უახლოესი მეგობარი, არ ვიცი, დააღალატოს. და მე გაკვირვებულია ყველა რა, რომ ეს ამან გააკეთა კაცო, ეს ხო სულ მორალს გვიკითხავდა. კი, მაგან გააკეთა. იმიტომ რომ ეს მორალის ამხელა კითხვა იყო ნიღაბი და საკუთარი თავის ღალატი და აქედან გამომდინარე იქ დაგროვდა ენერგია და ძალიან უშნო სახით ამოიბრქვა. ეგ ხო ვიცით? ფროიდისგანო, თუ ავთენტური ხარ და შენს ავთენტობას ეხები ხოლმე. მაგ შემთხვევაში ბუნება ადამიანის ბოროტი არ არის. არანაირად, არც დესტრუქციული. ჩვეულებრივ ცხოვრობს ადამიანი და რაღაცა ცოტა უფრო ნეგატიური გამოცდილებები არის უფრო პოზიტიურები და ესე ცხოვრობს რა, ტალღოვანია. და თუ დაგროვილია, მე ამოიფრქვევა, ამოინთხევა და აი ყველაზე არასწორი, ყველაზე ღალატიანი, ყველაზე აი ამორალური რამ შეიძლება გაკეთდეს და მე იტყვიან, რომ აი, ხო ამბობდით, რომ ადამიანი ბუნებით ბოროტია. არა, მეგობრებო, ბოროტი კი არ არის. 20 წელი ეძახეთ, რომ ბოროტიაო, თვითონაც ეძახა თავის თავს 20 წელი და მორალი იკითხა და 21 წელს შესაძლოა რაღაცა მართლა არა ეთიკური და მორალისგან დაცლილი ქმედება ისე გააკეთა, რომ შეიძლება ვერ ხვდებოდეს. აი ესეთი დინამიკა არსებობს აქ. ეს არის, როდესაც ნიღაბში არის ადამიანი გაჭედილი, თავის თავსაც ირწმუნებს, რომ ის პეტაკია, წმინდა, რაღაცა, ეს არის ხოლმე ესეთი, მე მინახავს ასეთი ადამიანები. და თან რაც თავი ასეთ ადამიანებს, აი ნიღაბში გაჭედილებს, გონიათ ხოლმე მცდარად და ესეც გარემო მასწავლა სამწუხაროდ, ნიღაბს თუ მოიხსნის, არ მიიღებენ.
ანუ სოციალური ზეწოლა წნეხი ძალიან დიდ როლს თამაშობს რა, იმიტომ ჩვენ ყველაზე სოციალური ტიპები ვართ ამ პლანეტაზე და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის კონტაქტები. აი ადამიანი თუ იტყვის რომ ფეხებზე მკიდია კონტაქტები თავს იტყუებს რა. ჩვენ ყველას ეგ წყურია ერთმანეთთან საუბარი, კონტაქტი, გაზიარება, თანაგრძნობა, ინტერესი, თანახვა ერთმანეთის მოსმენა და ამ ურთიერთობაზე აი როგორ გავიგოთ რაიმე ურთიერთობა ტოქსიკურია თუ არა, ხო? თუ მსხვერპლია მოთხოვნილი ამისთვის. მსხვერპლად თუ უნდა შეწირო შენი ავთენტობა და ბუნება, ესე იგი ტოქსიკურია. თუ მსხვერპლია მოთხოვნილი. თუ შეიძლება რომ იყოს კონტაქტი ისე, მე ჩემი თავი ვიყო, მაშინ ეს არის ჯანსაღი კონტაქტის ფორმა. აი აქ ამ ხიარულ ნოტაზე და ამ ლამაზ ბუნებაში დავასრულებ ჩემს ლაივს და რა ვიცი, კითხვები თუ გექნებათ დამისვით. კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ბარბარა პომპესთან ერთად 22, 23 და 24 მაისს ვატარებ ძალიან საინტერესო ვორქშოპებს სხეულზე ცენტრირებულს და სხეული არის ყველაზე მოკლე გზა რომ საკუთარ ავთენტურ მეს ჩაწვდეს ადამიანი, იმიტომ რომ ნიღაბი საერთოდ მოიცავს ლამაზ ფიქრებს, აზროვნებას, ანალიტიკას, ბლა ბლა ესეთ რაღაცებს და ავთენტური მე კიდევ დაკავშირებული არის სხეულთან, პირდაპირ სხეულებრივ გრძნობებთან, მაქედან არის ამოზრდილი. და ამიტომაც სხეულზე ცენტრირებული ვორქშოპი, რომელსაც ბარბარა წაუძღვება და მეც დავეხმარები, ჩატარდება და ვისაც გინდათ რომ ეს სოციალური ნიღაბი შეასუსტოთ ცოტა საკუთარ ცხოვრებაში და უფრო მეტად შეიგრძნოთ ავთენტობა და შესაბამისად აღარც კი დადგეს საკითხი ღალატისა, როგორც საკუთარი თავის ისე გარე სამყაროს, იმიტომ რომ როცა საკუთარი თავი იცი და გარე სამყაროც იცი, შეთანხმებას რასაც დადებ, დებ უკვე სიბრძნით და აღარ ითხოვს ეს შეთანხმება მსხვერპლს და შესაბამისად მერე აღარ ხდება იქ რევოლუცია და აფეთქება და ნგრევა. ხო? ვისაც გინდათ აი ესეთი გარდამტეხი ცვლილების შეტანა თქვენს ცხოვრებაში, დამიკავშირდით. ჩვენ ფასზე ვიმუშავეთ, იმიტომ რომ ძალიან ძვირი გამოდიოდა და ბევრად უკეთეს ფასს შემოგთავაზებთ. დღეს გადაწყდა უკვე რა და როგორ შეიცვალოს ამ ვორქშოპზე და ძალიან კარგ ფასად უკვე არის მისაწვდომი. აბა გელოდებით მომწერეთ პირადში. დროებით.